ჩვენი შოუს გუნდის წევრი, დიდი ხნის მონატრებული ჯანო იზორია გახლავთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი. ჯანო, როგორ ხარ? შენ გენაცვალე. მართლა რამდენი ხანია, რასაც ქვია, დაგვიძველდა შენი სტუმრობა, იმიტომ რომ ახალ წელსაც ვერ მოახერხ, ანუ საახალწლო გადაცემაშიც ვერ მოახერხ, იმიტომ რომ მოთხოვნადი კაცი ხარ, იქით გადაღებები, სერიალები, კინო და თეატრი. მოგილოცო შესანიშნავი წარმატებული პრემიერა ქონდა ფოთში და ეს-ერთი და სხვა მრავალი. გაიხარე, გენაცვალე, დიდი მადლობა, გია. მე სხვაგრად მომენატრებ და ეს დიდი მადლობელი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრად მომიხსენიებთ და რა ვიცი, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, ოღონდ მართლა გულწრფელად და სხვათა შორის ეს ამას მე მივხვდი მაშინ, როდესაც მაყურებელმა მითქვა ახალ წელს რაღაც არ იყავით და რა ხდება და მე ვთხარი აი ესე გადაღებები და ამბები იყო და თორემ მე სულ ვარ მან სული და ფანტასტიკური იყო მინდა აღვნიშნო. აი ძალიან მაგარი გადაცემა იყო და ძალიან მაგარი. საახალწლოზე ვამბობ გია კი ბატონო. გვაკლდი ნამდვილად შენ, მაგრამ რაც შეეხება შენ დღევანდელ სტუმრობას, ესე იგი შენ იმ ხალხის კატეგორიას განეკუთვნები, განსაკუთრებით რომ უხარი ეს ავტობანი, იმიტომ რომ სამსაჯი რო ჩადის და ჩამოდის, ხო, იმიტომ რომ დატვირთული ხარ ძალიან და თან ფოთში. მაგარი, ახლაც იქიდან მოვდივარ. და ისეთი კარგია ეს ყველაფერი, მართლა რა, ძალიან ისეთი მშვენიერი კომფორტია და უბრალოდ ქალაქში რო შემოდიხარ მე გიჭირსო. მე რთული შეიძლება უკან ფოთში ჩასვლა და ჩამოსვლა მოასწრო ვიდრე საქართველოსში თბილისში. შენ როგორც არტისტს თან მრავალ მხრივს გიცნობს მაყურებელი ძალიან კარგად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ შენ იმ მსახიობებთან რიგს განეკუთვნები, რომლებიც სპორტთან არიან ძალიან ახლოს და აი ნახევრად პროფესიულად თუ პროფესიულად არა და მინდა გაიხსენო შენი დამოკიდებულება კრივთან და თუ რატომ ამას ჩვენი საუბრის განმავლობაში უფრო მეტად მიხვდება ჩვენი შოუს მაყურებელი. საერთოდ ფოთი ცნობილია კრივით რა, ესეთი პოპულარული სახეობაა და მე მამა ჩემი მამიდაშვილი შეიყვანა კრივში პაატა გვასალია და ამის მერე რატომღაც გადაწყვიტა მთელი ნათესავები უნდა ყოფილიყავი ბუჩის მოკრივეები უნდა ყოფილიყავი და ყველა ნამყოფია კრივში გია მთელი ნათესაობა მაგრამ ამ შემთხვევაში გაამართლა ჩემ ძმამ და პაატამ რა ნიკამ და პაატამ მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაღაც 7 წელი დავდიოდი მაშინ 90-იანი წლები იყო თბილისში ახალციხეში დავდიოდი ტურნირებზე დღეს რო არის პირობები და შესაძლებლობები ნამდვილად აი ისეთი წარმატება აქვს ქართულ კრივს მოკლედ და მე ვიყავი მოკრივე და საკმაოდ ისე რა მე ხერხებოდა ჩემი ძმას ახლა რო ესმოდეს მაგარ სიცინებს იმიტომ რომ სულ ხუმრობს ეს სასწაული იყო ჩემს ესე არა ეს ძალიან მაგარი იყო სამ კაცში მესამე ადგილს იღებდა უჩემზე ამბობს ხო და გამომადგა თეატრალურ ინსტიტუტში ერთი მაგარი. აი ეგ ამბავი მინდა გაიხსენო, სანამ შენ ძმაზე გადავალთ, იმიტომ რომ ის ცალკე სასაუბრო თემაა. თეატრალურ ინსტიტუტში კაცო, როგორია მეორე კურსზე თუ პირველ კურსზე ვიყავი, მეორე კურსზე ვიყავი, ხო რა და აი ფიზკულტურის კათედრა რო არის, მან ქალბატონი პეპელა ერქვა ქალბატონს და გელა იყო კიდევ ასეთი კაცი, კათედრა იყო და მოვიდა უნივერსიადას გაზაფხულზე სახეობები და კრივი წერია. მე ვთხარი ბატონო გელა კრივი ჩამიწერეთ და მე მივიღებ მონაწილეობა. მოიცა ახლა ეს ტენისი არ არის, ტენისის არ არის რა ფეხბურთი ყველა სპორტსმენი, მაგრამ ეს კრივია ახლა როგორია თეატრალურში ადამიანი მოდის სტუდენტი და ეუბნება კრივში ჩამწერე. ამ სახით უნდა იცხოვროს და იმუშაოს და ცხოვრება და. გელას გონია რომ ეს თეატრალური სტუდენტი ვინმე არ მოვიკლას რინგზე. აი ეგეთი ამბავია და მე ვთხარ რეკომენდაციას გავაწევინებ იმ დროინდელ ფედერაციის პრეზიდენტს და დამსახურებულ მწვრთნელებსაც და მოკლედ ჩამწერეს. ვერის ბაქშია ეს შეჯიბრება რა. პირველი ხვდები ბათუმელს არ დავიწყდება და მოვემზადე რა დილით რა მომდენიმე გავიქნიეთ დაწმინდაზე თათებზე და და პაატა მომყვება ჩემი მამიდაშვილი როგორ მსმელი და ვინ მომყვება დამხმარე ეს სეკუნდაც ვეძახიან ვინც უნდა დამიბერ მიშა მესხი ჩემი ჯგუფელი მიშა მომყვება ასე პირსახოსი ორი ადამიანი მომყვებია გავედი პირველი ბრძოლა მოვიგე მე ნახევარფინალში ნუ სამი ბრძოლა იყო შევედი ნახევარფინალში ნახევარფინალის მოვიგე და ფინალის მოვიგე და ფინალი რომ მოვიგე გავხდი უნივერსიტეტის ჩემპიონი ჩემო გეა ასე რომ გავხდი ამ უნივერსიტეტის ჩემპიონი
მოვიდი თეატრალურ ინსტიტუტში. თეატრალურ ინსტიტუტში მართლა არ ყოლია რა, კრივში ჩემპიონი 60 კილოგრამულ წონით კატეგორიაში და მახსოვს იმ დროს კახი კავსაძესთან მქონდა შეხვედრა, ბატონი რეზო გვიწყობდა ხოლმე შეხვედრებს. კახისთან ეს ბედნიერება მქონდა, რამაჩხიკვაძესთან, თემურ ჩხეიძესთან და კახისთან იყო ამ კრივის მერე ერთ-ერთი შეხვედრა და ეს დალიელაებული საერთოდ მოკრივებს მერე ეს კაიხანი არ გადაგდის ეს დალიელაებულია და ხო და ეს მოკლემკლავიანი და ხო იცი თეატრალში მაინც ასეც ვიცმევდი რა. ხო, ერთადერთი ნაშთი ძველი დიდების არ ჩანდეს. კრივს ახასიათებს ერთადერთი რამე, რომელსაც ფინგალს რო ეძახიან. სინია იმას რა, აი ხო, სისხლი ნაჟღენთი რომ არის, კი. ერთადერთი სახე, რომელსაც არ მალავ არასოდეს მოკრივი. პირიქით ამას აჩენდნენ სულ და ეს იყო რომ ეს ამბავი და აი ეს დაგლეჯილი ვზივარ და ბატონი რეზო ეუბნება ჩხეიძე, აი ჩვენი ჯანო გაგვიხტაო ჩემპიონიო. რაში გახდაო კახიმ და კრივში გახდაო, მაშინ წავედი მე ვაკეთე. მაშინ წავედი მე აკეთე და მაგასვე მაგას ვაკეთე ბატონო კახი, მაპატიეთ თქვენ სულს დიდება რომ როგორ ისადა, მაშინ წავედი მე აკეთე და მაგრა გააკეთე. გავასრო. კი, გავასრო და ესე გავხდი ჩემპიონი ჩემოგია და დღესაც არის, ნუ ისტორიაში არის გიგა ლორთქიფანიძემ ბატონმა მაჩუკა ფასიანი ჯილდო მადლობის სიგელი სახლში მაქვს და მაშინ როინ მეტრეველის ხელმოწერა. სხვათა შორის როგორი იყო იცი ჩემპიონატი, უნივერსიადა. ეგ უბრალოდ მაშინ სახსრები არ ქონდა სახელმწიფოს და ქვეყანას, თორე მე გადიოდი სოფლიო იმაზე უნივერსიადაზე, მაგრამ მე საათი იყო და დაარჩია ამ ტიტულით და ჩემი ძმა ხუმრობს, მაინც რაღაცა მოხდა იქ როგორ მოიგეოდა. ეჭვება ხო? კი, ეჭვება ხო. შენი ძმა ვახსენეთ ნიკა და მინდა ჩვენი შოუს მეშვეობით აი ამ შესანიშნავ ადამიანს მოვეფერო და ვახსენო კიდევ ერთხელ რომ 17 წლის იყო, როდესაც ვიცე-ჩემპიონი გახდა და არაერთ უცნობილეს მოკრივეს მოუგო მაშინ, მათ შორის შაიდულინი იყო ორგზის სოფლიო ჩემპიონი მახსოვს, ბულგარელი, უცნობილესი და მასაც მოუგო. მეორე ოლიმპიადის ლიცენზიაზე. შაიდული. აბა რა, კი. და ჯერ მარტო ორი ოლიმპიადის მონაწილეა ჩემო ბატონო. თან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელია და თანაც წარმატებული 5 медали მოიგეს აგერ ევროპაზე და მიულოცოთ ამ ნიჭიერ ხალხს ჩვენი ძმის ხელმძღვანელობით. მოდი გავიხსენოთ ამ შემთხვევაში ნიკა აქ არ არის და შენ უფრო თამამად და გახსნილად ვილაპარაკებ, თორე შეგაწყვეტინებდა თავმდაბალი კაცი არ უყვარს, მას ბევრს ვაკემენდა. გავიხსენოთ მისი პერიპეტიები, მით უმეტეს იუმორით სავსე კაცია, იზორია ისიც. კი, ეხერხება ნამდვილად. მე ცხოვრებაში თუ მეტყვი ანუ შენთვის უმნიშვნელოვანესი აი უბედნიერესი დრო, ну რა თქმა უნდა შვილი რო გაგიჩნდება ადამიანს და ეს იყო ეს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც შენ ახსენეთ, ჩემოგია 17 წლის ასაკში იყო, მაშინ არ იყო ინტერნეტი, არ იყო აი ესე სოციალური ქსელები, იყო სარბიელი, ლელო გაზეთი და მახსოვს, როდესაც წავიდა ევროპის ჩემპიონატზე და არ იყო მაშინ გათვალისწინებული, უბრალოდ პრაქტიკისთვის მიყავდა. თუ ერთი ბრძოლა მოიგო, ძალიან კარგი იქნება, გამოცდილებას მიიღებსო და უცებ დაიწყო ბრძოლა ასე, პირველი იტალიელი, შემდეგ ინგლისელი და შემდეგ გადასასვლელი ბრძოლა იყო თურქთან. ეს იყო ყველაზე ისეთი ამბავი, რომელიც დღეც არ დაღამდა. არ გათენდა ჩემთვის ისეთი ამბავი იყო და ევროსპორტი ააშუქებდა მაშინ ამ ყველაფერს და მახსოვს ჩემი მეგობრების ძმაკაცების სახლში ნანავები არიან გვარად, ჩემი უბნი ძმაკაცები, მივედი სახლში და ვუყურებ ტელევიზორს. რო ვუყურებ ტელევიზორს, უსებ რეკავს ისა რა ქვია, მწვრთნელი ზურაბტიბუა რა, ჩემი ძმის ერთ-ერთი მწვრთნელი და იქიდან კივის და მოვიგეთო და მე ვთხარი რა მოვიგეთ პირდაპირ ეთერში უყურებით და ცოტა წინსრებით ყოფილა ოდნავ და დაიწყო ბრძოლა ამ თურქთან ბიჭო 3-3. მე წავიდა და სხვათა შორის აკრედიტაციით რო ჩავიდნენ, აკრედიტაციაზე იყო ძველი დროშა. იქ არიცოდნენ ხუჯურიანი დროშა რო ქონდა უკვე ჩვენ. ხო, ეგ პერიოდი იყო. კი და პირველი ხუჯურიანი დროშა, პირველი ასე ქვია, ჟურა კახაბრიშვილს აქვს ეგ დროშა, რომელიც პირველი დროშა 17 წლის ასაკში რო იყო. ახლა რატომღაც აკრძალეს, არ ვიცი, არ შეიძლება დღეს დროშების გატანა და რა აი ვერ გებულობ. ხო, მაშინ იყო ეს. ხო, მაშინ იყო და ამას არის ევროსპორტზე გვაქვს ეს კადრები ჩვენ. ისტორიული კადრებია რა. ასეთი აფრიალებს და ანახიმას. მე მადამ ხო ის მადამაში მოდისო, ჭამაში მოდისო და უცებ ადგა და სიდნეის ოლიმპიური მონაწილე ანჟერ ჟანი პოლონელი 35 წლის იყო და ნიკა 17 იმასაც მოუგო და ფინალში შევიდა და ფინალში შეხვდა მაშინ აი
შეიძლება ერთი 5 წელი ვერც წარმოედგინა, რომ ამ მოკრივეს თუ შეხვდებოდა, იმიტომ რომ ამ მოკრივეს ის ყოველთვის ტელევიზორში კასეტებით უყურებდა და ეს იყო ბალაქშინი, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და ტოლი არ დაუდო და მან რიბაკოვს მიყავს სხვათა შორის პროფესიონალი ადამიანი, ყველგან პროფესიონალია ჩემო გია. ისეთი კომენტატორია, ისე მიყავს, აი წარმოიდგინეთ 17 წლის ბიჭი ასე ამბობს და მე ყოველთვის ახლა ჩემი ძმა რო არის და ხალხს არ ვახვევ ამას, ეს ხალხმა იცის ძალიან კარგად. წარმოიდგინეთ 17 წლის ბიჭი რას აკეთებსო? ეს არა მხოლოდ ბოქსი და კრივია, ეს ხელოვნებაო, ასე აფასებს რა. იმიტომ ტექნიკური იყო და ეს თანაბარი ბრძოლა იყო, მახსოვს ძალიან კარგად და ბოლომდე არ იყო. ან ოლიმპიური დამჭერმაო, ხო იცი, ვერცეთი ვერ დაიჭირო, ნიკას ორივე გამოვიდა. ოლიმპიური ლიცენზიაც ჯიბეში ჩაიდო, ათენის ოლიმპიური თამაშების და ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატის და სულ მადლიერია და სულ იხსენებს სხვათა შორის აქ ამ ტელევიზიის და ბატონი ბადრი პატარკაციშვილის, იმიტომ რომ ნიკა რომ 17 წლის იყო, მაშინ ბადრი პატარკაციშვილი იყო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პირველად ეღირსა საქართველოს, მაშინ თავიანთი სახლი ჰქონდათ საბერძნეთში და მე არ დამავიწყდება, მაშინ ვიტო ყავდათ ტელევიზიას ესეთი მერსედესი მარშრუტკები და პირველად ჩამოვიდნენ ჩვენ სახლში, მაშინ ძალიან მაგრად გაშუქდა ოლიმპიური თამაშები, სიუჟეტები კეთდებოდა ოჯახებიდან და მე პირდაპირ ჩართვა იწყებოდა ოლიმპიური თამაშებიდან და იქ მაშინ დედაჩემს, მამაჩემს ინტერვიუ აუღეს მეც და იმედის ტელევიზია ჩამოვიდა ამ აპარატურით განათებების სახლში და ვიყავით ბედნიერები და ესე იყო ნიკას ამბავი რა. კი ბატონო. ჯანო, შენი გაიხსენე, გერმანელ მოკრივეს ხდებოდა. მამა შენის რეაქცია რა იყო? გერმანელი მოკრივეს ისტორია უნდა მოკლე. ეგ იყო ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში თუ ახალგაზრდებში, უკრაინაში ლვოვში მონაწილეობდა. მაშინ მოუგო პირველი მოლდაველს, მეორე რუმინელი და აი გადასასვლელი ბრძოლა უკვე გერმანელს შეხვდა და არ დაგავიწყდეს, კი აფხაზეთში ვართ. ნუ აფხაზეთში უკვე ეს პერიოდია რა, მაგრამ გადავდივართ, გადმოვდივართ ამბავია და პალმები აქვს, ბებოს პალმები რო არ გე, მაინც და მაინც ერთ პალმასთან იჭერს ტელეფონი. აუ. და მამაჩემს აქ ის ტელეფონები რო იყო, სოტოვი 4 კაცმა შემოვიტანეთ სამში. დიდი ის შემოვასვენეთ ასე და ვიხაროდა ოჯახს ასე. 4 კაცმა შემოვიტანეთ, მამამ ტელეფონი იყიდა და ეს ანტენიანი რაღაცა ეს ტელეფონი იყო. ეს ტელეფონი პალმაზე რო დაკიდა, პალმა მოხარა იმ ხელად. და აქ იჭერს ეს ოხერი და როგორია, არც ინტერნეტია, არც ტელევიზორია, რადიო რაღაცას გამოაცხადებს და ისის თუ რამე ქენი გამოაცხადებს, თუ მანადირაშვები არ აცხადებს. მედალში თუ შეხვალ და არ ამ ამბავში და ვიცით რომ ამ ტელეფონზე კავშირი აქ ხოლმე ნიკას იქ რაღაცაში მივა იქ უკრაინაში რაღაცა ზაგრიბავს და დარეკა ტელეფონმა, დარეკა და გავქანდით, გაქანდა მამაჩემმა ნუ პირველი აიღო. ალო. ო პაპუჩიო, პაპუჩი რა, პაპუჩით მიმართავენ მამადას და გისმენო მამაო და გისმენ ბიჭო, თან ისეთი აღა მამაჩემი ცოტა ისე კაცრადას გზია, აი ეს მოფერება და ის არ არის. გისმენ ბიჭო, გისმენ პაპუჩი კაი. ხო და იმან იქიდან უთხრა, მამა გერმანელს ხვდებიო. გერმანელსო და ახლა მამაჩემს უნდა ეს გავიდეს ამ ტერიტორიიდან, როგორც კი გადის პალმასთან უნდა იდგეს აქ. აქ იჭერს და ახლა კარგად მომისმინე შენ მე. და იწყო ასე ნელა. ბაბუა შენი 17 წლის იყო, გახსოვს ხო? ხო რამდენჯერ მაგ მოყოლილი და ბაბუა ფრონტზეა, ნაფრონტალი კაცი იყო ბაბუა. და ხო გახსოვს, მაგი კოჭში იყო დაჭრილიო. ბაბუა ჩემზე უყვება. იმა კი მამა კი მახსოვსო. ხო და ისო ფრონტის დროს გერმანელმა დაჭრა კოჭშიო რო იცოდებო. ხო და ახლა შენ დღეს ვისაც ხვდებიო, შეიძლება ბიჭო ის იმ ბაბუა შენი ვინც დაჭრა იმ შვილი იყოსო. ხო და მიხედე საქმესო და მიხედე საიდან მოტენა? მიხედე საქმეს და ყურვილი იმას არ ეყო დრო იგი და თუ გაიდა შო დაითიშა და ბიჭო არ ვიცი დღეს 3 საათზეა შუა დღეს ეს გაუშვა ფრონტზე და ბრძოლა და კაცი შვილი გია დღეს პირდაპირ ლაივში უყურებ უკვე ბრძოლებს შობლები დასხდებიან და რა ვქნათ არ ვიცით აი ნერვები არ რეკავს რო არ რეკავს ეს იყო უკვე აი ხო არ არის კაი ნიშანი ხო არა კაი ამბავი წააკო და არ დამავიწყდება მე დავწექით დავიძინეთ და რადიო ქონდა მამას რა სახს დედაჩემ და მამაჩემს ისინი ზემოთ იწმინდა მე ბებოს ოთახში ვიყავი ქვემოთ მოდგმულს რო ეძახიან და დილით მახსოვს ძროხა ისე მოწველეს დედაჩემა და მამაჩემა სიხარულისგან ძროხა არ შეჭირა მამაჩემს და დედაჩემი ასე და თან გეროდნენ და რა ხდება და ის და რა და თურმე რადიოს გამოუცხადებია რომ ნახევარფინალში გადავიდა ანუ გერმანელთან მოგვარდა ამბავი რა გავასწორეთ ანგარიში ფრონტის ანგარიში გავასწორეთ რა და ასე გამიგაშილი ახსენე შენ და
მონღოლ მოკრიბეზე ქონდა მაგარი რეაქცია, მოდი ეგეც გაიცნო. მონღოლი მაგარი, ჩემმა მამიდაშვილმა აი ძალიან მაგარი მოკრივის ძმამ რა, მამიდაშვილ პაატას ძმამ, კახამ, როგორია ნიკამ წააგო მსოფლიო ჩემპიონატზე რა, ჩინეთში. წააგო მონღოლთან. წააგო ამ მონღოლთან და ამ მონღოლმა ადგა მერე და ასე ტერმინი არსებობს ხოლმე გადაძოვა მთელი ისო რა შეჯიბრება. ასე მივიდა და გიახდა მსოფლიო ჩემპიონი მონღოლი. რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჩამოვიდა ახლა. მაინც ახლა ქვეყნები არის რომელიც კრივში ცნობილია კუბას რო იტყვი რა თქმა უნდა კუბელთან ყაზახისტანი უზბეკისტანი და არის ქვეყნები რომ მაგრამ დღეს ყველა მისავლა ამოდა მონღოლთა ბიჭო რა დაგემართ მონღოლთა როგორ წააგეო მონღოლთა როგორ უნდა წააგო და გაუჩმახა საქმე მონღოლთა როგორ უნდა წააგო მონღოლთა როგორ უნდა და ნიკამ ბოლოს ნიკამ რა გინდაო ბიჭო 300 წელი მთელ ნახევარ მსოფლიოს გადაუარაო ამ მონღოლებმა და მე სამი რაუნდით უწავაკი დიდი ამბავი და იქა ესეთი ამბავი რა მონღოლთან ჩაგები გადაშორის ოლიმპიადაზე ძალიან საინტერესო ხალხთან მოუწია შეხვედრა ნიკას მე შენგან ვიცი ეგ ამბავი და მოდი ესეც მოვუყვეთ ჩვენი შოუს მაყურებელს კი ფოტოებიც არის მაშინ კიდე ზუსტად მაშინაც ეს ტელეფონები არ იყო უფრო ასეთი და ესეთ ფოტოაპარატები და გვაქვს სამი ლეგენდარული ხალხის ფოტოები გვაქვს ერთი არის სადაც მაღაზიაში შიგნით რაღაცას ყიდულობდნენ და უცებ გადაკეტეს მაღაზია რომ ფანები არ შემოცვენილიყვნენ და ესენი აღმოჩნდნენ ჩვენი ქართველი ჩემი ძმა კახაჟვანია და თენგო მოსხაძე მწვრთნელი და უცებ რა ხდება და კობი ბრაიანთან ერთად აქვთ ფოტო რა ერთმანეთს ხომ მაგარი ლეგენდარული კობისთან ერთად ხელიაზე გადახვეული და ეს ფოტო აქვს მეორე ამბავია 16000 სპორტსმენი ჭამდაო პეკინში რა ისეთი ის იყო რა სასადილო და შუაღავეო და მე და ჟვანია კახა რა მეგობარი ვინც ორივე ერთად მოკრივეები წარდგენილი იყვნენ საქართველოს ნაკრებში ოლიმპიურში ჟვანია ეუბნება ნიკას ახლა გაფიცებ ყველაფერსო უბრალოდ ნელა გაიხედე უკან შენ ზურგს უკან ვინზის და რა სჭამს ესო ამდენს შეხედე რას თოხლაობსო რა ჭამსო და ვინაში გაიხედე ვინ არისო და ნიკამ ასე გავხედეო და რონალდინიო სისო ეს ლეგენდარული მართლა და ნიკამ უთხარიო ჟვანიას ასე ახოიცი რო არ უნდა გაგექცეს ხო რო არ უნდა გაგექცეს ჟვანიას უთხარი ასე მეუბნებიო კახა შენ ცოტა ინგლისური იცი მე ახლა გავალ ოტა ეს აქედან არ გაუშვა არ გაუშვა აქედან და ნიკამ გამოვედი თუ არა და ფრანგების ველოსიპედს მოვახტიო სასტუმროში გავარდი ფოტოაპარატი რო წამომიღო მოვიტანე ფოტოაპარატი და აქვთ გადაღებული ფოტო აქვთ რონალდინიოსთან ნადალთან აქვს კიდე ფოტო გადაღებული და ნუ არის ახლა ოლიმპიურ თამაშებზე მოგეხსენება ყველა მთელი ვარსკვლავები და ყველა იქ ჩამოდის და ეს სპორტის ჭერია საერთოდ ყველაზე ისეთი ამბავია და ამის გარდა ისეთ მოკრივეებთან ქონდა მაგალითად უკრაინის ნაკრებთან ქონდა ჩეკრება ერთობლივი და უსიკი რომელიც არის დღეს შეგარჩევი ბატონი კი ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი დიდი ლეგენდად მიჩნეული მეორე ლომაჩენკო კიდე ის კიდე ასევე საოცრებელი ესენი ერთად გადიოდნენ შეკრებებს და ამბებს და ნიკა კროს რო დაურბოდითო ხოლმე სირბილი რო იყო იქ ზოგჯერ ღეს სპორტსმენებს აქვს ხოლმე ხალტურა მაგრამ ყოველთვის ერთ ხასიათზე არ ახარ რა და წევიქცეოდიო რაღაც ამბავიო და ეს ასე დამხედავდა უსიკი და ადექი მეტყოდაო და მე ასე ვერ დგები მტკივარ რა დამეჭი ამბავიო და მივიდო და ასე ჩვენ ტრეინერთანო რა ქართველთან და ეს მაგარი აფერისტია სიაფანტოს და სულ მე ვყავდი ამოჩემებული რა მე ვყავდიო რა ადექი და რაღაცა და ქონდა ამოთად მოგლე ჯანო მე ერთი შემიძლია ვთქვა რომ შემდეგ მოსვლაზე აუცილებლად უნდა მოიპატიჟოთ ჩვენი ძმა ვიცი რომ დაკავებულია მისაგერად მე მომიწია აგერ ლაპარაკი და მოვა თვითონ ბევრი ისტორიები დიდი მადლობა შენგენაცვალე მოგზაურობისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ ჯანო იზორია გაიხარე გია